გორის მერმა ახალი მოადგილე დანიშნა, რომლის გვარიც არ იცის. კოტე თავზარაშვილმა გელა კაპანაძის გადადგომის ბრძანება გუშინ ჩაიბარა, დღეს კი მან 28 წლის ერასტი ელარჯიშვილი წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციიდან მოიყვანეს. ის შიდა ქართლის რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ძმის, ამჟამად სუსის უფროსის მოადგილის და ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ხელქვეითი იყო. თრიალეთის ინფორმაციით უკვე ყოფილი მოადგილე გელა კაპანაძე იმ აუთვისებელ 2 მილიონ ლარს გადაყვა, რომელიც 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩა. ჩვენი წყაროს ცნობით ელარჯიშვილის დანიშვნაში ლომის წილი გიორგი ხოჯევანიშვილს მიუძღვის. ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს გორის მერი. დღეს მე უკვე ახალი მოადგილე მყავს. ეს არის ერასტი, რომელიც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში. მისი არის ახალგაზრდა კადრი, გორელი კადრია. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა კადრები, რომ დავაბრუნოთ წასული კადრები თბილისში და სხვა ქალაქებში. ამიტომაც მას აქვს ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები და სწორედ აი ამ თვისებების შედეგად მე შევთავაზე, მან მიიღო ჩემი შეთავაზება და დაიწყო მან მუშაობა ჩემს მოადგილედ. მაშინ პირდაპირ კითხავთ, დაგინიშნათ თუ არა გუბერნატორმა მოადგილე? გუბერნატორი არ მინიშნავს და არ ნიშნავს არავითარ ჩემი თანამდებობის, ჩემი სამსახურის თანამშრომლებს, იმიტომ რომ გუბერნატორი ესეთ საკითხებში არ ერევა. ახალმა მოადგილემ ლობისტი და ექს-შეფი არ დაივიწყა და საუბარი ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მადლობის გადახდით დაიწყო. ისევე როგორც კოტე თავზარაშვილი ერასტი ელარჯიშვილიც უარყოფს ხოჯევანიშვილების ჩარევას მის დანიშვნაში. ბატონი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, საკმაოდ კვალიფიციური კადრი, მასთან მე მუშაობდი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას. ხოჯევანიშვილის რეკომენდაციით დაინიშნეთ თქვენ თანამდებობაზე? ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შემომთავაზა აღნიშნული თანამდებობა, შესაბამისად მე დავთანხმდი დიდი სიხარულით. თავად სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საკადრო პოლიტიკაში ჩარევას ემიჯნება. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ კოტე თავზარაშვილი საკუთარ ხელქვეითებს ერთპიროვნულად ნიშნავს. მერის მოადგილის ცვლილები, ის ასე ვთქვათ, სრული კომპეტენცია მიეკუთვნება ქალაქის მერს, შესაბამისად ეს ცვლილება განახორციელა მერმა და მე ამ ცვლილების შესახებ შევიტყე, რა თქმა უნდა, ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, გორელი ადამიანი, რომელმაც გორის საჭიროებები იცის და იმედი მაქვს, რომ ენერგიულად და წარმატებულად გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. რამდენად რეალურია ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ იმ ფონზე, რომ ხოჯევანიშვილების მიერ სავარაუდოდ დანიშნული კადრები მერიაში იზრდება. რამდენიმე თვის წინ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად მხარის რწმუნებულის უნივერსიტეტის მეგობარი და ჯგუფელი დაინიშნა. გუშინ კი გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილედ საზოგადოებას სრულიად უცხო სახე წარუდგინა.